მოგესალმებით, გიორგი, მადლობა იმისთვის, რომ გვითხოვთ დროს და იღებ გადაცემაში მონაწილეობას. გიორგი, მოდი თქვენთანაც დავიწყოთ საუბარი. არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები არის დაყადაღებული. თავად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ რაღაცა დამთხევა იმ პერიოდს 31 აგვისტოს, როდესაც განხილვა უნდა იყოს სწორედ უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს არის ბრიუსელთან ურთიერთობის მიზანმიმართულად ესკალაცია. ამბობენ, აი თქვენ რას ფიქრობთ? ველოდებოდით თუ არა რაღაც მოვლენების ესე განვითარებას მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ქართული ოცნების ხელისუფლებამ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს ბრძოლა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ ხედავთ, რომ რაღაც პერიოდულად კიდევ უფრო და უფრო ამძიმებენ ვითარებას. გამარჯობა, მივესალმებით მაყურებელს. ეს არ არის ბრძოლა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ და ბოლო პერიოდში ქართული ოცნება თავიდან ბოლომდე არის დაკავებული საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟით. ბოლოდროინდელი ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმა, ანტიდასავლური რიტორიკა, ანტიდემოკრატიული კანონები, რომელიც მათ მანამდე მიიღეს, ამ ყველაფერს აქვს ერთი კონკრეტული ამოცანა: ჩახსნან საქართველოს დასავლეთ, ჩახსნან საქართველოს ევროპის სივრცეს და საბოლოო ჯამში ლანგარზე გადასცენ ჩვენი ქვეყანა რუსეთს. ეს არის მათი ამოცანა. სამოქალაქო საზოგადოება ამ შემთხვევაში არის ის ორგანიზაციების ძალა ქვეყანაში, რომელიც ამხელს ქართულ ოცნებას, რომელიც უყვება ჩვენ საზოგადოებას რეალობას და ზუსტად ამიტომ ქართული ქართულმა ოცნებამ აირჩია სამოქალაქო საზოგადოება როგორც მთავარი სამიზნე პოლიტიკურ პარტიებთან და ზოგადად ნებისმიერ ადამიანთან ერთად, რომელიც მზად არის დაიცვას ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიტეტი, დაიცვას ჩვენი სამშობლო რუსეთისგან და არ დაუშვას ევროპასთან ჩვენი კავშირების სრული ჩაჭრა, რის გაკეთებას უნდა ქართულ ოცნებას ბოლო პერიოდში და საბოლოო ჯამში ოცნებას რა უნდა? ოცნებას უნდა მარტივი რაღაც, ეს არის ტოტალური კონტროლი. ისევე როგორც იყო ნაცისტურ გერმანიაში, საბჭოთა კავშირში 30-იან წლებში, მათ უნდათ რომ საქართველო გადაიქცეს ესეთ პატარა სოფლად, ყოველგვარი რეალური სუვერენიტეტის გარეშე და რუსეთმა მიიღოს ყველა გადაწყვეტილება. ეს მოვლენები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღება, პოლიტიკური პატიმრები, ევროკავშირთან სრული ესკალაცია და ისე წარმოჩენა, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნის მტერი არის არა რუსეთი, რომელიც გვკლავდა და რომელსაც აქვს ოკუპირებული 20% ჩვენი ტერიტორიის, არამედ ევროკავშირი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქვეყნის რუსეთის ინტერესებში და ქართული ოცნება აწვევა ამ ინტერესებს ჩვენ სამშობლოში. კი ბატონო, აი უვიზო რეჟიმის შეჩერების ნაწილში რა მოლოდინები გაქვთ, გიორგი? აი მაგალითად ხატია დეკანოიძე იყო ჩემი თვითონა, რომელიც ამბობდა, რომ აი გულწრფელად გეტყვით, რომ არ მაქვს პოზიტიური მოლოდინებიო, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე. ხო, აი რამდენად არსებობს არ ვიცი შანსი, რომ არ იქნას ჩვენი მეგობრების მხრიდან ისეთი მტკივნეული გადაწყვეტილება მიღებული, რაც ნიშნავს სწორედ უვიზო რეჟიმის დაკარგვას და თუ მოხდა მართლაც ასე და თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რა გველოდება მაშინ და თუ შეგიძლიათ გითხრათ, თუნდაც აი პროცედურულად რა ვადებში შეიძლება აღმოჩნდეთ იმ რეალობის წინაშე, რომ რაღაცა აი აეროპორტში მისულებს გითხრან, რომ ვეღარ გავემგზავრებით თუ არ გვექნება ვიზა შენგენის ზონაში. ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს არ მომხდარიყო. მათ მისცეს ქართულ ოცნებას საკმაოდ დიდი დრო. მათ მისცეს არაერთი შანსი, რომელიც ქართულმა ოცნებამ არა მარტო არ გამოიყენა, არამედ პირიქით, მათ დაამძიმეს მდგომარეობა. პოლიტიკური პატიმრები, როგორც იყვნენ ციხეში, ისევე ყავთ. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ კამპანია არა მარტო არ შეწყვიტეს, არამედ პირიქით გაუარესეს და ზოგადად მიიღეს კიდევ უამრავი კანონი, რომელთა მიზანი არის საქართველოში ადამიანის უფლებების სრული განადგურება, გათელვა და ოცნების ჩაცემენტება, როგორც ერთადერთი ავტორიტარული ტოტალიტარული ძალის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ევროკავშირს უბრალოდ აღარ ექნება სხვა არჩევანი. უვიზო მიმოსვლა ეს არის პრივილეგია, რომელიც მან მოგვანიჭა ჩვენი ბრძოლისთვის, ჩვენი დასავლური სურვილებისთვის, იმ ყველაფრისთვის, რაც საქართველოს გამოიარა და ეხლა ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს უვიზო რეჟიმის საბოტაჟი. ასე რომ მოლოდინები ნამდვილად არავის არ აქვს დადებითი. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირმა შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა და საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ეს ასეც მოხდება და ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ და მხოლოდ იქნება ქართული ოცნება, რომელსაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ჩავეხსნათ დასავლეთს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უვიზო მიმოსვლა ასევე გახდეს შეჩერებული. პროცედურულად
მას შემდეგ რაც გათენდება 1 სექტემბერი, ევროკავშირი დაიწყებს შეფასებას. პრინციპში შესაძლებელი არაფერი არ არის, მაგრამ მაინც ეს პროცედურა და დიდი ალბათობით თუ არაფერი არ შეიცვლება სექტემბრის ბოლო, ყველს ოპტიმისტურად ოქტომბრის ბოლოს ისინი მიიღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებებს. ამას დაჭირდება ევროპული საბჭო ამას პრინციპში არ ჭირდება, მაგრამ დიდი ალბათობით მოხდება განხილვა ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დონეზე, შემდეგ უკვე ევროპული საბჭოს დონეზე და შემდეგ ევროკომისია გააჟღერებს მიღებულ გადაწყვეტილებას. კი ბატონო, გასაგებია. და გიორგი, სწორედ აი ამ კონტექსტში მინდა ეხლა გკითხოთ, როგორ წარმოგიდგენიათ აი ესეთ ვითარებაში პროცესების გაგრძელება? გულისხმობ, რომ წინა რესპონდენტსაც დავუსვიე შეკითხვა. ვართ ძალიან რთულ ვითარებაში, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები არის დაყადაღებული. შესაძლოა ოქტომბერში უკვე მართლაც იმ რეალობის წინაშე აღმოჩნდეთ, რომ უვიზოთ ვეღარ გავემგზავრებით შენგენის ზონაში. თავად ქვეყნის შიგნით გვაქვს ძალიან რთული ვითარება, პოლიტიკური კრიზისი, ქართულ ოცნებას გუნდის შიგნით აქვს პრობლემები, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. აი მათი ვითარების გამოყენება გულისხმობ აი ძალიან დაზიანებული ამ გუნდის პრობლემების გამოყენება როგორ შეიძლება იმ პროცესისთვის, რასაც ქვია მათი ხელისუფლებიდან გასტუმრება, ეს შიდა გარჩევები და არეულობა რაც აქვთ, ეს ერთი და როგორ წარმოგიდგენიათ აი ასეთ ვითარებაში პროცესების გაგრძელება. აი რაში ხედავთ ასეთ დროს გამოსავალ? პროტესტია თუ მეტყვით, პროტესტი არის. აქტიურობაო თუ მეტყვით, აქტიურობაც არის. მეგობრების გარედან შეფასებები და ჩართულობაო, ესეც არის, მაგრამ რაღაცნაირად იმ შედეგამდე, რასაც ქვია ხელისუფლების ცვლილება, მაინც ჯერჯერობით ვერ მივდივართ. რატომ და რა მეგვიყვანს? რატომ და იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ აირჩია ავტორიტარული მმართველობის სტილი. ავტორიტარული ხელისუფალი აღარ რეაგირებს საზოგადოების მოთხოვნებზე, ავტორიტარული ხელისუფალი ცდილობს რომ საკუთარი ძალაუფლება ჩააცემენტოს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ერთადერთი რამაც შეიძლება მისი მმართველობა, მისი ძალაუფლება შეზღუდოს, ეს არის საზოგადოების ერთიანობა. მთელი ამ დროის განმავლობაში რაც ყველაზე მეტად აკლდა პროცესს, ეს არის ზუსტად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ერთიანობა. დღეს სამოქალაქო საზოგადოება არის ერთიანი, მეც მინდა რომ სრული სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ახლა არიან ქართული ოცნების ამ თავდასხმის ქვეშ და აუცილებელი არის რომ ეს სოლიდარობა, აუცილებელი არის რომ ეს ერთიანობა ჩვენ ვნახოთ ასევე პოლიტიკური აქტორების მხრიდან. ერთადერთი რაც აკლდა ამ პროცესს მთელი ამ დროის განმავლობაში მართალია. პროტესტი იყო, პროტესტი არის. საერთაშორისო წნეხი იყო, არის და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ეხლა მთავარი არის რომ პოლიტიკურმა აქტორებმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა პროდემოკრატიულმა, პროდასავლურმა პარტიამ ერთხელ და სამუდამოდ გადადონ თავისი გაუგებრობები, უთანხმოებები და ასე შემდეგ და ერთიანი ფრონტი შეიქმნას, რომელიც ქართულ ოცნებას დაანახებს რეალურად ქართული საზოგადოება სადგას და რა უნდა. ეს არის მთავარი. ერთიანობა, ერთსულოვნება არ არის აუცილებელი. ხდება თუნდაც აი პოლიტიკურ სპექტრში, ხო გიორგი ამაზეც ვისაუბროთ, მაშინ განსხვავებული ხედვები აქვთ, ესე ვთქვათ, ივანიშვილის დამარცხების გზის, ხომ ვიღაცა არჩევნებში გასვლას ხედავს, ვიღაცა ამბობს, რომ არ გავალთ, იმიტომ რომ არ გვინდა თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან. რამდენიმე საპროტესტო აქციის თარიღია უკვე ცნობილი, 13 სექტემბერი, 4 ოქტომბერი, როგორც მასშტაბური აქციის დღე და არჩევნების დღეც. აი ასეთ ვითარებაში თქვენ თუნდაც როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, აი როდესაც უყურებთ რაღაცა არ ვიცი, რაღაცა ფრაგმენტულია მაინც ხომ ეს სტრატეგია. ხო. სინამდვილეში რაც რეალურად ოპოზიციურ ფლანგს ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ყველაზე მეტად აკლია, ეს არის ერთიანი ერთობლივი სტრატეგია. არანაირი პრობლემა არ არის სხვადასხვა ტაქტიკური ნაბიჯების გამოყენება. შეიძლება ზოგიერთი პარტია გავიდეს არჩევნებზე, ზოგიერთი პარტია არ გავიდეს, ამაში პრობლემას მე ვერ ხედავ, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ არ არსებობს სტრატეგიული ხედვა და ურთიერთ შეთანხმება, რომ სიტყვაზე რომელიღაცა პარტიებმა ერთი ტაქტიკით იმოქმედონ, სხვა პარტიებმა სხვა ტაქტიკით. ამისი არაერთი მაგალითი არსებობდა საერთაშორისო გამოცდილებაში, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა. აი სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე სცადა ამ საერთო ფორმატების შექმნა, ვერც ერთი ეს ფორმატი ვერ გამოდგა სიცოცხლის უნარიანი სამწუხაროდ. დღეს ჩვენ ვდგავართ ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების წინაშე. ანუ ან შევინარჩუნებთ საქართველოს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი საგარეო და შიდა პოლიტიკის წარმოება, ან გავხდებით რუსეთის კოლონია საკმაოდ დიდი ხნით. სამუდამოდ არა, იმიტომ რომ გეოპოლიტიკურად რუსეთი ვერ გაკაჩავს ასე დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ არის სერიოზული საფრთხე, რომ ჩვენ მოვექცეთ ახალი რკინის ფარდის არასწორ
მხარეს. ან ავირჩევთ ევროპულ გზას და ჩამოყალიბდებით როგორც თანამედროვე ნორმალური ეროვნული სახელმწიფო, ან ქართული ოცნების ქმედებების შედეგად მოხვდებით რუსული გავლენის ქვეშ. და რუსული გავლენა რას ნიშნავს? კი ვიცით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა იმოქმედონ ისე თითქოს არა წყდება ჩვენი ქვეყნის მომავალი. და ამას ეს მაკლია მე პირადად, როცა ვუყურებ რა ხდება პოლიტიკურ სპექტრში. კი ბატონო, 4 ოქტომბრისგან რა მოლოდინები გაქვთ მაშინ ამასაც გკითხავთ. ანუ თქვენთვის ეს არის რაღაც თვითმმართველობის არჩევნების დღე, თუ იმ მასშტაბის საპროტესტო აქციის დღე, რომელმაც შეიძლება რაღაცა ძალიან თვალსაჩინო ცვლილებები მოიტანოს. მე როგორც მოქალაქე ვიდგები ზუსტად იქ, სადაც იქნება ქართული საზოგადოება. თუ არჩევნებზე იქნება რაღაცა, რაც მე სიმართლე გითხრათ ამ ეტაპზე ვერ ხედავ. აპირებ ისე მიიღოთ მონაწილეობა? შეიძლება მივიდე, შეიძლება არა. უფრო არა დღევანდელი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ შანსს, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებმა გამოიწვიოს რეჟიმის სრული ჩამოშლა. აქციაზეც როგორც მოქალაქე ვიდგები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი სამშობლო დაუბრუნდეს განვითარების სწორ გზას. რა იქნება ამისთვის საჭირო, როდესაც მოახლოვდება ოქტომბერი, მაშინ დავინახავთ ალბათ უკეთესად. დღევანდელი გადმოსახედიდან არჩევნებს აქვთ რაღაცა როლი თვითმმართველობის. აი მეორე ტურის რეალობა რომ დადგეს ასეთ შემთხვევაში, გიორგი. კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა ვნახოთ რა მდგომარეობა იქნება კონკრეტულად იმ მომენტში. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ შესაძლებელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება რეჟიმის დასასუსტებლად, იმ დღეს ვერ მივალ და მივცემ ხმას. ამის პრობლემა მე არ მაქვს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან მე ამას ვერ ვხედავ. მე არ გამოურიცხავ, რომ შეიძლება ლეილომ და გახარიას პარტია მოახერხონ მუხტის აწევა არჩევნების თარიღის მეშვეობით და ამ შემთხვევაში მე მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ მათ. არც იმას გამოურიცხავ, რომ ეს არ გამოუვიდეს და ამ შემთხვევაში ჩვენ ისევ მოგვიწევს ბრძოლის გაგრძელება. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის, რომ ჩვენ არ დავნებდეთ, იმიტომ რომ ჩვენ და ქართული ოცნება და ზოგადად ეს რუსული რეჟიმი ვართ უფრო მარათონში, ვინ დაიღლება პირველი, ვინ დანებდება პირველი და მნიშვნელოვანი არის, რომ ქართული საზოგადოება არ დანებდეს და გააგრძელოს ეს ბრძოლა ბოლომდე. კი ბატონო. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა გიორგი მელაშვილი იყო დღის ამბების ეთერის სტუმარი. დღევანდელი